ეს არის დამიწების მეოთხე ეპიზოდი და დღეს სტუმრად გვყავს გიორგი ბერძენიშვილი, იოგის აკადემიის დამფუძნებელი, აგრეთვე იოგის ინსტრუქტორი, იოგის ინსტრუქტორების მომამზადებელი და აღმოსავლური და დასავლური ფილოსოფიებით დაინტერესებული მოაზროვნე. მოგესალმებით, ძალიან მიხარია რო აქ ვარ და ესე იგი ეს თემები, რასაც ჩვენ ვაპირებთ საუბარს, საკმაოდ კომპლექსური არის, ანუ ეს ეხება აღმოსავლურ გაგებას მედიტაციისა და მის კავშირს ფსიქოანალიზთან და რადგან იოგას აკადემია ახსენეთ, მოხარული ვიქნებით თუ გამონახავ დროს და ჩვენც გვესტუმრებით პოდკასტში. სიამოვნებით, მადლობა. ხო, საკმაოდ კომპლექსური თემა არის მედიტაცია, რომელზეც ვაპირებთ რომ ვისაუბროთ დღეს, მაგრამ ვცადოთ რომ რაღაცნაირად ავწეროთ ეს ფენომენი, როგორც თვითონ კონცეფცია და როგორც იგი არის შემოსული ჩვენთან როგორც დასავლეთში. როგორი კუთხით ვფიქრობ რომ კარგი იქნებოდა ამ სიტყვაზე და პრაქტიკაზე საუბარი. მოდი, უბრალოდ სიტყვა განმარტოთ, რომ მედიტაცია როგორც ლათინური სიტყვა ცნობილი არის დასავლეთში, დასავლეთ ევროპაში, კათოლიკურ და ფილოსოფიურ ტრადიციებში, როგორც ღრმა ფიქრი. და ცნობილი არის რენე დეკარტეს მედიტაციები, სადაც ის რეალობის ბუნებას, საკუთარ ცოდნას იკვლევს და ეს არის მედიტაციის ანუ ღრმა ასე ვთქვათ, ფიქრის პროცესი, მე ესე განმართავ, რომ ეს არის ისეთი კითხვები, რომელზეც პასუხს ისე ველოდები საკუთარი თავისგან. და როდესაც დაიწყეს ბრიტანელებმა აღმოსავლური ტექსტების თარგმნა, იქნებოდა ეს იოგა თუ ბუდისტური ტექსტები, რამდენიმე სიტყვა თარგმნეს როგორც მედიტაცია და დამკვიდრდა როგორც მედიტაცია. ესე იგი, მაგალითად თარგმნეს სამათი, თიანა და ბჰავანა, ეს სამი სიტყვა მედიტაცია უწოდეს და დასაწყისში არ განასხვავეს, რომ აღმოსავლეთში ეს პრაქტიკები არის ორნაირი, ერთი დამამშვიდებელი, გონების დამამშვიდებელი და მეორე შემეცნებითი, როგორც ანალიტიკური პრაქტიკები. ეს ორივე პრაქტიკა მნიშვნელოვანია და ერთმანეთს აბალანსებს. ანუ ეს მეტაფორულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი არის როგორც ბასრი ნაჯახი და მეორე არის როგორც ძლიერი მკლავი, რომელიც საჭირო არის, ანუ ორივეს თვისება საჭირო არის. და თანდათანობით ანუ ჩვენთან მედიტაცია გაგებული არის უფრო რაღაც ალბათ უფრო დამშვიდების საშუალებაც და შედარებით უფრო ნაკლებად, როგორც რაღაც ისეთი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ რეალობის ბუნებას შევიმეცნებთ. გაგებული არის მედიტაცია როგორც უბრალოდ სიტყვების გარეშე რაღაცებზე დაკვირვების საშუალება. და მე უბრალოდ აღვნიშნავ, რომ თვითონ იოგაშიც, ბუდიზმშიც საფეხურები არის გასავლელი, ანუ სანამ ადამიანი დაკვირვებას ისწავლის, მანამდე ხდება ჩვეულებრივად ანუ შემეცნებითი პროცესი. ანუ ჯერ ერთი საერთოდ რთული სათქმელია, რომ საერთოდ შესაძლებელია კი ადამიანის სიტყვების გარეშე რამეს დააკვირდეს. და მაგალითად ხშირად ამობერო, თქვა საჭირო არის დავაკვირდეთ ისე, რომ სახელები არ დავარქვათ. რა თქმა უნდა, აქ სახელზე არ არის თვითონ საუბარი, არამედ რაღაც აღნიშნულებზე არის, მაგრამ აღნიშნულის გარეშე აღსანიშნები ცნობიერებაში საერთოდ ვერ შემოვა. ანუ ჩვენ ვერაფერს ვერ დავაკვირდებით, თუ რამით არ აღნიშნავთ და თავარი ანუ მე რაზეც გავამახვილებდი ყურადღებას არის ის, რომ ჩვენ რო გავთავისუფლდეთ ანუ ემოციური დაძაბულობისგან, მნიშვნელოვანი არის, რომ ისინი აღნიშნოთ, ანუ რაღაცა კუთხით, რაღაც სტრუქტურაში მოვაქციოთ, რომ მათგან გავთავისუფლდეთ. და ანუ ზოგადად ისედაც ანუ კვლევებიც არის, რომ ანუ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ზუსტად სახელები დაარქვან საკუთარ ემოციებს, უფრო თავისუფლდებიან და ეს ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც აისახება, არა მარტო მენტალურ ჯანმრთელობაზე და მე მგონი რომ მედიტაცია ასეც უნდა იყოს გაგებული და ეს არ ეწინააღმდეგება ანუ არც ბუდისტურ და არც იოგურ გაგებას, რომ ასე ვთქვათ, პირიქით ანუ საჭირო არის ანუ ზუსტი აღნიშვნების და ზუსტი ასე ვთქვათ, სახელდებების მოძიება და მაგალითად
რატო არის რომ როცა ვთქვათ რომელიმე მწერალს კითხულობთ და ის სიამოვნებს ამ რაღაცნაირად ჩვენ შინაგან სამყაროსთან რეზონანსში მოდის, იმიტომ რომ მან სახელი დაარქვა იმას, რასაც ჩვენ ვერ ვახერხებდით, რომ სახელი დაგვერქმია და გვაქვს განცდა, რომ აი რა კარგად გამოთქვა. ესე იგი ჩვენი შინაგანი სამყარო ამოიტანა ზემოთ. და აი ეს ზემოთ ამოტანის პროცესი უფრო არის მედიტაცია, ვიდრე რომ არ დავარქვათ სახელი რაღაცეებს, დავაგუბოთ და რაღაცნაირად დავფაროთ. ხო. ანუ გარკვეული პოეტურობა მნიშვნელოვანია, პოეზისი, რასაც უწოდებენ და მიუხედავად იმისა, რომ აი ესე თარგმანში თითქოს რაღაცა იკარგება და რაღაცა გაუგებარი ხდება, აი თუნდაც მედიტაციის როგორც დასავლურ სიტყვაში აღმოსავლური შინაარსის ჩადების თარგმანში, მაგრამ ამავდროულად აი ეს ტრანსფორმაცია გარკვეულ თავისუფლებას გაძლევს. შესაძლოა თუნდაც იმ თავისუფლებას, რომ ეს ბევრი აღმოსავლური პრაქტიკა რაღაცნაირად მთლიანობაში დაინახო, ან სხვა კუთხით დაინახო. ჩემი აზრით, თვითონ მედიტაციის პროცესი თუნდაც დასავლურის ან აღმოსავლურის გარკვეულ თავისუფლებას გაძლევს, რომ რაღაცეები გადაიაზრო და უფრო შენი გახადო. აი თვითონ ამ პოდკასტის კონცეფცია დამიწება და ეს ვიზუალი, რომ საჩვენებელი თითი ეხება თითქოს მიწას არის ბუდისტური მითოლოგიიდან აღებული ნაწილობრივ, სხვა ფილოსოფიურ თეოლოგიურ წანამძღვრებებზე სხვა ეპიზოდებში ვისაუბრებ, მაგრამ დღეს მინდა აი ამ კუთხეს შევეხო, რომ ესე იგი ბუდა სანამ აღწევს განსხივოსნებას, მანამდე მას ანტაგონისტი მარა ესე იგი უპირისპირდება, რომელიც სხვადასხვა გზით ცდილობს მის შეცდენას და ბოლოს ესე იგი როდესაც ვერ ახერხებს, ესე იგი უფრო ესეთ კატეგორიულ პრეტენზიას აცხადებს, რომ განსხივოსნება მე მეკუთვნისო, ანუ შენ არ გაძლევ მასზე წვდომასო. და ბუდა ესე იგი ეხება მიწას და ამბობს, რომ მიწა ჩემი მოწმე, ანუ მე ფაქტიურად არ მჭირდება შენი ავტორიტეტის დამოწმება იმისთვის, რომ განსხივოსნდე ერთი და ამ განსხივოსნებასთან დაკავშირებით სწავლება შევიმუშაო მეორე. იმიტომ რომ რეალურად ბუდას მიაჩნია, რომ იგი იმუშავებს რაღაც ისეთ სწავლებას, რომელიც მანამდე არ არსებობდა ესეთი ფორმით და აი თვითონ მედიტაცია, როგორც ესეთი აგრეთვე მიმაჩნია, რომ უნდა იყოს აი ცოტა ისეთი, რომ აი ყველამ თავისებურად შეეხოს მას. თავისებურად გაიგოს მისი მნიშვნელობა და მიუხედავად იმისა, რომ ესეთ თავისუფლებაში შეიძლება დაიკარგოს გარკვეული სკოლების, რაღაცა მიმდინარეობების სპეციფიურობა მედიტაციის და შესაძლოა მან გარკვეული ეფექტურობაც დაკარგოს, იმიტომ რომ როდესაც ზუსტად არ მიყვები რაღაც ერთ მიმდინარეობა შეიძლება რაღაცეებმა ცოტა უფრო ძალა დაკარგონ. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როგორც თავისუფალმა ინდივიდებმა თანამედროვე სამყაროსი ჩვენი გაგება შევქმნათ ყველამ, რას ნიშნავს მედიტაცია ჩვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესოა ის, რომ ახლა ვკითხულობ ბუდისტური ჰერმენევტიკის შესახებ და ესე იგი ბუდას მეთოდი და მოძღვრება შესაძლოა არ ყოფილიყო რაღაც ძალიან ხისტი, ყველას მიმართ ერთნაირი. და ჩანს, რომ ანუ განსხვავებული ტიპის ადამიანებს სხვადასხვა რაღაცებს ეუბნებოდა ზოგადად რეალობის შესახებაც და როგორც ჩანს თვითონ მეთოდებსაც. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს მედიტაცია არ არის რაღაცა ხისტი პროცესი
და ამიტომ პირადი გამოცდილება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იოგაშიც ასე არის და ბუდიზმშიც ასეა, რომ ჯერ გაეცნობი მოძღვრებას, შემდეგ ლოგიკურ ანალიზს აკეთებ და საბოლოო ჯამში, ანუ პრატიაქშა სანსკრიტულად ნიშნავს საკუთარ თავზე უნდა გამოსცადო. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ესე იგი იოგა სუტრაში ისიც არის, რომ ის ავტორიტეტიც კი ეჭქვეშ უნდა დააყენო და გამოსცადო. და ანუ მართალს ამბობ ვახტანგ, რომ ანუ შესაძლებელია ამის შემდეგ რაღაც ახალი დაიბადოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის, იმიტომ რომ რაღაც კუთხით ის კონტექსტები ძველდება. ან რაღაც ახალი ენაა საჭირო. ან ძალიან ძნელი არის ახლა ჩვენ ძველი ტექსტების რეკონსტრუქცია რო გავაკეთოთ და ასე შემდეგ და ხელახალი შემუშავება არის საჭირო რა. როგორც თუნდაც ხელოვნების რეპროდუქცია რა, ხო იყო ხელოვნება, რა საჭირო იყო ხელახალი მუდმივი განახლება მაგის, ხო? იმიტომ რომ რაღაცა ახალი დროის სულს რაღაც ახალი გამოწვევები მოაქვს და რაღაცნაირად ახალი თვითონ ახალი ენა არის ალბათ საჭირო და ახალი მეთოდები და სისტემაც. აი მომწონს ნიჩე რომ ამბობს, რომ ახალი სწავლებები, აქტუალური სწავლებები სისხლით უნდა იწერებოდესო, ანუ აი ცოცხალი უნდა იყოს. ეხლა ცოცხალი პროცესის შედეგი უნდა იყოს, ხო? მაგრამ აი წერა, გამოხატვა სიტყვებში, სწავლების გადაცემა, ზოგადად ჩვენი ცხოვრება არის ძირითადად სტრუქტურირებული ენის მიხედვით, როგორც იცი, მე მივყვები ამ პოდკასტებში ლაკანის სტრუქტურალისტურ თეორიას აგრეთვე, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ ადამიანი არის პირველ რიგში მეტყველი არსება და ენა არის ცენტრალური მოვლენა ადამიანის ცნობიერი და სოციალური არსების ჩამოყალიბების პროცესში და აი შენი აზრით მაინც აი რა კავშირია ენასა და მედიტაციას შორის? შენ აღნიშნე, რომ აი მნიშვნელოვანია ანალიტიკა, სიზუსტე გამოცდილებებთან დაკავშირებით. აი კიდევ რა კავშირია ენასა და მედიტაციას? მოდი ესეთი რაღაცა ვთქვათ, რომ არის ჩინური ძენ ბუდიზმის, ანუ ჩინურად ჩენ ბუდიზმის ორი სკოლა, ჩრდილოეთი და სამხრეთი და მათი კონცეფცია ენის მიმართ არის განსხვავებული. ერთი, ანუ ვუნიან ნიშნავს, რომ აზროვნება, როგორც ასეთი ენა არ არის პრობლემა, საჭირო არის უბრალოდ მის მიმართ სწორი დამოკიდებულება. აზრები საერთოდ არ არის პრობლემა, უბრალოდ არ უნდა ვიყოთ მიჯაჭული და მათით განპირობებული, ანუ ისინი არ არიან აბსოლუტური საზრისები. და ლინიან, ანუ ამ სკოლისგან განსხვავებით, მათი ამოცანა არის, რომ აზრების მიღმა მოხდეს გასვლა. ხო? ანუ და ესე იგი არის ბუდისტური ტერმინი, ანუ ვიკალპა. ნებისმიერ შემთხვევაში, აი ესეთი რაღაცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუნდაც დაუშვათ, რომ ადამიანი უნდა გავიდეს ენის მიღმა. თუ ეს რომც იყოს შესაძლებელი. აქ გასვლა მაინც ხდება ვიკალპის დაძაბვით, ანუ ენობრივი აპარატის დაძაბვით, ანუ მისი მაქსიმალური აქტუალიზაციით. ანუ თუნდაც რომც დაუშვათ თეორიულად, რომ ენის გარეშე შესაძლებელი იყოს ადამიანი. ცნობიერება შესაძლებელი იყოს, ხო? მაინც თუნდაც იოგაში, ანუ სამპრაჯნა და ნიშნავს პრაჯნას სიბრძნესაც ნიშნავს შემეცნებითი სამათი არის ჯერ. და მერე არის ასამპრაჯნა და სამათი. ის მედიტაციები, ახლა ვთქვათ, ადამიანი როცა მშვიდდება და ცდილობს არაფერზე არ იფიქროს, ეს არის კარგი როგორც დამშვიდება. ეს პრინციპში არც არის მედიტაცია, იმიტომ რომ მედიტაცია არის ანალიტიკური პროცესი, ანუ ევროპელებმა რო ნახეს, რომ არასწორად თარგმნეს მედიტაციას, გონების დამშვიდებას მედიტაცია რო უწოდეს, შემდეგ გადააკეთეს და თქვეს, რომ ეს არის ანალიტიკური მედიტაცია და ეს არის დამამშვიდებელი. ეს ორი სხვადასხვა რაღაც არის და ანალიტიკურს მაინც უპირატესი როლი ქონდა, იმიტომ რომ ეს ყველასთვის, ასე ვთქვათ, ადვილი რაღაცა არ არის, იმიტომ რომ საჭირო არის ანუ სიღრმეებში ჩასვლა. და ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, ანუ ჩვენ რომც ანუ არსებობს თუ არა რამე ნივთი ადამიანისთვის ენის გარეშე. ცნობიერებაში ვერ შემოვა, ანუ
ჩვენ ხოლმე შეგვიძლია მარტივად ვთქვათ, რომ რატო ხო ვიგრძენი რაღაცა, მაგრამ ის გრძნობა არის, როცა მე გავაცნობიერე და გაცნობიერება არის პოტენციურად ენა ისევ. აი მარტივი შეგრძნება, რომელსაც მე ყურადღება მივაქციე, დავუშვათ ეს ცხელი იყო. რომც არ გამოვთქვა, ამაში ენა მაინც ნაგულისხმები არის, ანუ მე ესე ვხედავ ამ პროცესს. ეს საინტერესო არის, ანუ ფსიქოანალიზის კუთხით ეს როგორ არის დანახული. ფსიქოანალიტიკურად ვიტყვი როგორ არის, მაგრამ აი დავფიქრდი იმაზე ახლა, რომ დამშვიდებასაც სჭირდება ანალიტიკა. იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ, ხო, ანუ ადამიანი, როდესაც მაგათად დასამშვიდებელი მედიტაციისთვის ჯდება, იგი გარკვეულწილად უფლებას აძლევს საკუთარ თავს, რომ დამშვიდეს, ანუ მანდაც ანალიტიკური პროცესია ჩართული, რომ მე ეხლა მაქვს უფლება და მინდა მჭირდება, რომ დავმჯდე და დავმშვიდდე. ან გავისეირნო და დავმშვიდდე, ხო? ანუ ფაქტიურად, ესე იგი, ესეთი განსჯის გარეშე არც დამშვიდება და არც განსჯის მიღმა გასვლა არ ხდება და ეს არის გარკვეული პარადოქსი, რომ ესე იგი, იმისთვის რომ გახვიდე ამ უფრო მშვიდ არაგანსჯით სივრცეში, ამისთვისაც საჭირო არის განსჯა. სხვათა შორის შეგრძნებებს რაც ეხება, აი სხეულის სკანირების მედიტაცია, როდესაც ვისწავლე, მან სხვათა შორის ძალიან ბევრი სიტყვა მასწავლეს შეგრძნებებთან დაკავშირებული, რომელსაც არ ვიყენებდი და როდესაც დავიწყე მაგ სიტყვებით ფიქრი შეგრძნებებთან დაკავშირებით, ეს შეგრძნებები სრულიად ტრანსფორმირდა, აგრეთვე ისეთიც გახდა, რომელიც აუწერელი იყო იმ სიტყვებით და მაშინ ვკითხე ჩემ მასწავლებელს, რომ როგორ არის მეთქი ეს მიმართება ამ ბევრ მაგათაც შეგრძნების აღმწერ სიტყვასთან დაკავშირებით, რომელიც მომიწია, რომ ინგლისურიდან მეთარგმნა ჩემით ქართულად და მთელი დისკუსიები მქონდა სხვებთან, როგორ მეთარგმნა ზოგი სიტყვა. როგორ არის მეთქი კავშირი ამისი ამ სიტყვების მედიტაციასთან მეთქი და რაღაც შეგრძნებებთან, რომელიც სიტყვის მიღმა გადის მეთქი და აი წარმოიდგინეო, რომ მაგ პატარა ბიჭი ხარო და მამაზე გვაქვს, მამის თითზე ხელი ჩაკიდებულიო და ისე მიდიხართო სადღაცო და აი მე უშვებ ამ თითს ხელსო და შენით მიდიხარო. ეგრე არისო, გარკვეულწილად ეს ტერმინოლოგიებიო, თუნდაც შეგრძნებებთან, ემოციებთან, ფიქრებთან დაკავშირებულიო, რომ ესე იგი სადღაცამდე მიგიყვანს და იმის იქეთ ამის გარეშე შეგიძლია უკვე წასვლა. თუმცა მე არ ვარ დარწმუნებული, რომ რაიმე მომენტში ბოლომდე უშვებ ამ ესე იგი სიმბოლურ აზროვნებას ხელს. აი ძალიან სუბუქად მიმაჩნია, რომ ყველა ტიპის მედიტაციურ მდგომარეობაში რჩება. ზოგადად აი მოდი ბუდიზმს შევხედოთ, რომ ბუდას ცხოვრება 35 წლიდან 80 წლამდე იყო სავსე ქადაგებიან სიტყვებით. შემდგომ უკვე როცა დაიწყეს ამ სიტყვების ჩაწერა, ალბათ ამდენი ტექსტი არავის არ აქვს, რაც ინდურ ასეთ ტრადიციებში დაიწერა. ხო, ამდენი თქვათ მოძღვრება, დოქტრინა და არა ისტორიას არ ახსოვს ამდენი სიტყვა, ასე ვთქვათ. მაგრამ ხო ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ის აზრები რაღაცნაირად ჩერდება, ენა ჩერდება, იმიტომ რომ აქ საუბარი რაზე არის, რომ ჩვენ კონტექსტი უნდა გავიგოთ ძველი ხალხის. მათი წარმოდგენა იყო, რომ არსებობს დაბადება სიკვდილის წრე და ადამიანმა მედიტაციის მეშვეობით სული უნდა გაათავისუფლოს, ან თუ სული არც ამдан გაათავისუფლოს თავისი თვითობა იმ ციკლისგან. და ენის შეწყვეტა ფაქტობრივად ნიშნავდა, ან ჩიტას შეწყვეტა ცნობიერების, ან ინტენციონალობად შეიძლება უკეთესად ითარგმნოს, ნიშნავდა, რომ ადამიანი აღარ დაიბადებოდა, იმიტომ რომ თუ სხეული კვდება, სხეული ისევ დაიბადება, ხო და საჭირო არის, რომ ის გონება
გონება თვითონ როგორც ენა უნდა გაჩერდეს, იმიტომ რომ იქ არის სურვილები და ეს სურვილები თუ დაუკმაყოფილებელი, ის ხელახლა შეისხამს ახალ სხეულს. ანუ გონების დაუკმაყოფილებელი სურვილებზე არის მიბმული ესეთი შეხედულება იყო. და აქედან გამომდინარე ამოცანა რატო იყო რომ ენის მიღმა გასულიყვნენ. ეს ამოცანა იმ შემთხვევაში იყო რომ დაესრულებინათ ეს ციკლი. და ეს არნიშნავს რომ ყოველდღიურობაში თქვა ადამიანსმა ეს უნდა გააკეთოს, ხო? ისიც ბუდასთვის ეს დასასრული იყო მახანირვანა გარდაცვალების პერიოდი. და დღეს ესეა გაგებული რომ თითქოს დღეს უბრალოდ ოფისში მომუშავე ადამიანი ცდილობს ისეთი რაღაცა გააკეთოს, რაც ბუდამ გააკეთა მახანირვანაში, ხო? ანუ მოწურა თავისი მატერიალური ყოფიერების, ანუ სამსარის დასრულების რაღაცა. ხო, ამიტომ მე ესე ვასწავლი ხოლმე იოგას, რომ ანუ ის შესაძლებელი არის თუ არა, ანუ ეგ და შეიძლება ღიად დავტოვოთ, მაგრამ ჩვენ ის ნახდათ ვიცით, რომ ისეთ რაღაც შემეცნების აქტებს არ უნდა გადავახდეთ. თვითონ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის რა, ანუ ნებისმიერ სკოლაში, ნებისმიერ ტრადიციაში არის ანუ მნიშვნელოვანი ის, რომ ადამიანმა კარგად გაიაზროს ანუ ის დოქტრინა და ამ დოქტრინის მეშვეობით გათავისუფლდეს და აი შენ რაც აღნიშნე ახლა შეიძლება ბევრი სახელი არ ვიცოდეთ ემოციების, ფერების და ასე შემდეგ. და ის ფერი რაღაც საინტერესოა ჩვენთვის არც არსებობს. ანუ ყველაფერს თუ მწვანეს უწოდებთ, ხო? ტვინისთვის ალბათ მწვანე იქნება. თუმცა ვამბობთ რომ მუქი მწვანეა, დაუშვათ ამის მწვანე არის თქვა სალათისფერი, მაგრამ როცა უკვე ვაკონკრეტებთ თქვა აი სალათისფერი, აქ რაღაც სხვა კატეგორია ჩდება რა. და ამიტომ არის რომ აქმა შეუძლებელი არის ენის ანუ გააზრების გარეშე უბრალოდ დაკვირვება არ არსებობს. თვითონ ჰეგელსაც აქვს ეგეთი მაგალითი, რომ აი შაქარი რას ნიშნავს, რომ შაქარს აქვს ბევრი თვისება. ჩვენ თვალით ხედავთ მის ფერს, თქვათ გავსინჯავთ გემოს, რომ ტკბილია და ასე შემდეგ. მას აქვს ბევრი თვისება. ეს ბევრი თვისება შემოდის ხუთი გზნობის მეშვეობით სხვადასხვა არხებით. და სადღაც გონებაში ეს თვისებები რო გადაიკვეთება, ამ ტვინში გადაკვეთის წერტილს უწოდებთ ჩვენ შაქარს. ამიტომ შაქარი არ არის რაღაცა ის, რასაც თვალით ხედავთ. ან გვესმის. ეს არის თვისებათა ერთობლიობა, რაღაც უფრო კონცეფტი უფრო არის, ხო? რაც არ ჩანს, ანუ მიზეშედეგობრიობა არ ჩანს, მისი პოტენციალი არ ჩანს და ასე შემდეგ. აი მაგიტომ არის რომ ანუ სახელდების გარეშე უბრალოდ შეუძლებელი და პირიქით არის ეგ რომ სახელდების გარეშე ემოციებიც გროვდება და ეს განცდა ძალიან კარგად აღნიშნე რომ შენ თუ რაღაცა ისეთ ადეკვატურ სიტყვებს მოუძებნი ანუ რაღაცებს ზუსტად შეიძლება თქვა აი მწერლის მაგალითი მაგითო მოვიყვანე ან რაღაცა კიდევ ფერების მაგალითი რომ ის რაღაცნაირად ჯერთი ალბათ გაძლევს იმის განცდას რომ შენ მარტო არ ახარ აი მწერალსაც განუცდია ზუსტად ის რაღაცა და აი რა მაგარია შენ გამოდიხარ საკუთარი თავიდან აი სტრუქტურაში გადადიხარ რაღაცნაირად ხო აი ეს სტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია ანუ ლაკანთან ამ ფრანგულ ფსიქოანალიზში ჩვენ ვართ გარკვეულ სიმბოლურ სტრუქტურაში მოქცეული, რომელიც ჩვენშია, მაგრამ თითოეულ ჩვენგანში, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მომენტში საერთო არის და მას უწოდებს დიდ სხვას. ამაზე ვისაუბრე წინა ეპიზოდებში, აღარ ავხსნე, საიდან ჩნდება ადამიანის ცხოვრებაში ეგეთი სიმბოლური სტრუქტურა, მაგრამ აი ეს დიდი სხვა შეიძლება თქვათ, რომ არის კარმული განპირობებულობა და თუ მაგალითად არ წავალთ უფრო ესეთი რელიგიური რწმენის ხაზით რომ არსებობს რეინკარნაცია ამ სტრუქტურალისტური მეცნიერების კონტექსტში ამ კარმის გადაცემა მაინც ხდება თუნდაც თაობიდან თაობაზე არ არის აუცილებელი რომ იქ აუცილებლად სულის რეინკარნაცია მოხდეს პეპელად ან ბავშვად რომელიც დაიბადა 100 კილომეტრის სიქეთ სოფელში, არამედ გადაცემა ხდება ამ სტრუქტურის თაობიდან თაობაზე, როგორც აი ამ რაღაცა სიმბოლური პროგრამების
ტრავმების, ხო, აი ფსიქოლოგიაში ვსაუბრობთ თაობათა შორის ტრავმაზე, ხო? ანუ ფაქტიურად თუ ადამიანი მუშაობს თავის სიმბოლურ სტრუქტურასთან და მაგალითად მედიტაციის მეშვეობით მისგან ცოტათი მაინც თავისუფლდება, ეს მას საშუალებას აძლევს, რომ აი ეს კომპლექსები, ის რაღაცა დესტრუქციული ან შეიძლება ზედმეტად კონსტრუქციული პროგრამები, რომელიც შეიძლება წინააღმდეგ შემთხვევაში გადაეცა შემდეგი თაობისთვის, აღარ გადასცეს, განთავისუფლდეს ამისგან და განთავისუფლოს რეალურად საკუთარი თავი და შემდგომი თაობები ამ სიმბოლური კარმული წნეხისგან. აი პრაქტიკულად ეგ გათავისუფლება ესეც შეიძლება რაღაცა მიგნებები ხდება, ხო, რაღაცა დაკვირვებების შედეგად, რაღაცა მიგნებები ხდება გულწრფელობაში და ან მაგალითად ადამიანი შეიძლება სხვანაირად ხედავდეს იმაზე, თქვათ რასზე ვართ საერთოდ მიჯაჭული. ვაანალიზებდეთ, რომ მაგალითად ჩვენი ენერგია არის იმაზე მიმართული, რომ თქვათ მივახციოთ რაღაცეებზე დამოკიდებული ვართ და მიგნებების მეშვეობით ჩვენ ხედავთ, რომ ამაზე ისე ვართ დამოკიდებული, რომ ეს არაფრის მომცემი არ არის. ხანდახან შეიძლება სახელზე, შეიძლება თქვათ აღიარებაზე, საზოგადოებრივ აზრებზე და ასე შემდეგ, რაღაცა ბაბლებზე, რაღაცა ვიღაცეების აზრებზე და აი სწორედაც ეს ავტორიტეტისგან გათავისუფლება ნიშნავს, რომ რეალობას თვითონ უშუალოდ შეეხოს, ანუ ადამიანი პრატიაქშა სანსკრიტულად ეს სიტყვა რასაც ნიშნავს და პროცესიც ესე შეიძლება აღწეროთ, რომ დავაკვირდეთ ცხოვრებას. ხო ამობენ თქვა ცხოვრება არის მწუხარება ბუდისტურად ამ ცხოვრებას ახასიათებს წარმავალობა, ხო? ადამიანი აკვირდება, თქვა ეს ასეა თუ არ არის და მე ამის შემდეგ უკვე რეკონსტრუქციას ახდენს საკუთარი აზროვნების მოდელის. რა არის ღირებული და რა არ არის ღირებული. რაზე ნერვიულობდა და რაზე აზრი არ აქვს ნერვიულობას. ანუ ფაქტობრივად აღმოაჩენ, რომ ანუ შენი თავის ექიმი ხარ, ანუ შენი თავის განსაზღვრელი და მდგენელი ხარ. რაღაც ეგეთი პროცესად რო წარმოვიდგინოთ. აი შენი აზრით აი სიცარიელე რა როლს თამაშობს ამაში? შუნიატა თუ როგორც უნდა წარმოვიდგინოთ. სიცარიელე, ესე იგი ну, აი სხვადასხვა ამ ტერმინს რო ცხოვრება ფრუსტრაცია არის, ან ყველაფერი ფრუსტრაცია არის. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ არ ვიცნობთ რეალობის ბუნებას. და ამაში უპირველეს ყოვლისა იგულისხმება, ანუ სიცარიელე როგორც ისეთი აწყო, რომელიც ხელიდან გისხლდება. არა მარადიული აწყო, რომელშიც ვართ, არამედ რომელსაც რაღაცა წარმავალი ბუნება აქვს და არ ღირს იმათ, რომ ადამიანი გამოეკიდოს. და ბუდისტურ ფილოსოფიაში ეს მოიაზრებს იმას, რომ სტრუქტურები, ესე იგი, ყველაფერი არის ერთმანეთზე დამოკიდებული, ანუ თვითმყოფი არსებობა თავისთავად არ აქვს არაფერს. აი ამის გააზრება არის, რომ ყველაფერი რაღაცის მიმართ არსებობს რაღაც დიდ წრეში, რაღაც დიდ ციკლში და მაგითო ეს ძალიან ფუნდამენტური ცნება არის განსაკუთრებით პირველ საუკუნეებში ბუდისტურ ფილოსოფიაში, შენ წახსენებ მანამდე მათიამაკა ფილოსოფია, რომელიც რაღაც შუალედური გზა არის და ფაქტობრივად ამას აქვს მედიტაციაში რაღაცნაირი ალბათ ინსტრუმენტალური ხასიათი, ანუ ეს ხანდახან ეს გამოყავთ როგორც ლოგიკური დისკურსი, რო ვთქვათ, რაღაცაზე რაღაცის არსებობა თან აღიარო, თან უარყო. რომ რაღაც დუალიზმის მიღმა გახვიდე. მაგრამ ეს არის რაღაცნაირად უფრო საშუალება იმისა, რომ ადამიანმა გადალახოს ასე ვთქვათ, ის ჩაკეტილი სტრუქტურა აზროვნების, რომ გავიდეს ახალ თავის უშუალო მიგნებებში.
ხო. საინტერესოა ხო ეს ორ ხრივი ბუნება შეიძლება ითქვას სიცარიელის, რომ ერთი მხრივ სიცარიელი არის იმის მიმღებლობა, რომ ეს ფრუსტრაცია გარკვეულწილად მუდმივად ახლავს ცხოვრებას, რომ ჩვენ მუდმივად ვკარგავთ რაღაცას ცხოვრების პროცესში, თუნდაც რაღაცა გვეგონა, რომ ესე იყო და აღმოჩნდა, რომ სხვანაირად არის, რაღაცაზე გვეგონა, რომ კონტროლი ქონდა და აღმოჩნდა, რომ თლად არა გვაქვს და ამავდროულად ეს სიცარიელი არის საშუალება, რომ აი თუნდაც დავინახოთ ის ციკლურობა, ურთიერთდაკავშირებულობა, ახლებურად დავინახოთ რაღაცა, ანუ ეს თითქოს დანაკარგი ამავდროულად არის შენაძენი რაღაცა ახალის ან მანამდე შეუმჩნეველის, ხო? ხო, რაღაც ჰეგელის დიალექტიკასავით გამოდის, ხო? ხო, ეგ არის, რომ ასევე განუსაზღვრელობის ცნება და როგორ ურთიერთობს ადამიანი განუსაზღვრელთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუნდაც მომავალთან, ხო? და რაღაც ფორიაქს იწევს, რომ მომავალი განუსაზღვრელი არის, მაგრამ მეორე მხრივ სწორედაც აი ამის მიღებით რაღაცა უფრო მეტი საინტერესო შემოდის, უფრო მეტი სპონტანობა შემოდის და ადამიანში იღვიძებს ენერგია იმისა, რომ უფრო მობილიზებული იყოს, უფრო სპონტანური იყოს და არ კონდეს რაღაც განსაზღვრული რაღაცეები ხისტად. რაღაც თვალსაზრისით, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის, რომ ისედაც ეგრე არის, რომ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ ვიცით მომავალი, არ ვიცით ბევრი რაღაცა და მეორე არის ამასთან რა ურთიერთობა გვაქვს. ანუ იმასთან რაც არ ვიცით და ჩვენს გარეთ არის. ხო, ეს რაღაც დიალექტიკაა ცოდნასა და არ ცოდნას შორის, ხო? იმიტომ რომ ანუ ერთის მხრივ როგორც აღვნიშნეთ, თუნდაც იმისთვის რომ რაღაც ტოლერანტობა განვავითაროთ ამ იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა არ ვიცით, სივრცე შევქმნათ იმისთვის, რომ უბრალოდ ვიყოთ და არ იყოს ყველაფერი 100%-იანად გასაგები ლოგიკურად და რაციონალურად, ამისთვის საჭირო არის ცოდნა, სწავლება, რასაც თხარმას ეძახიან აღმოსავლეთში და ამავდროულად ეს სწავლება გაძლევს საშუალებას, რომ ზუსტადაც მიიღო სწავლების მიღმა და ნებისმიერი სიტყვიერი ლოგიკური ახსნის მიღმა არსებული. აი საინტერესო არის ამ პროცესში რა იცის ადამიანმა საკუთარ თავზე და როგორ ხედავს საკუთარ თავს, როგორც ინდივიდს, იდენტობის მატარებელს, ხო, დასავლეთში და მე მიმაჩნია აღმოსავლეთშიც ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ადამიანი იყოს პიროვნება და ასე იგი შეკრული რაღაცა წარმოდგენით საკუთარ თავზე. აი ამ საკუთარ თავზე წარმოდგენასა და მედიტაციას შორის რა კავშირს ხედავ შენ? იცი რა არის, ანუ იოგაში ცალსახად არის ორიენტირი იმაზე, რომ მე ვარ მარადიული სული. ეს რაღაცა წინასწარ განსაზღვრული მოცემულობასავით არის და იოგმა თვითონ ეს უნდა გამოსცადოს უშუალოდ. მაგრამ თემა ის არის, რომ თან იქვე აღნიშნავენ იოგები, რომ თვითონ მეორე მხრივ მე რომ ამას ვამბობ, თუნდაც სიტყვებში რომ გამოთქვა, რომ მე ვარ სული, ვიკალპა ეწოდება ამას, ხო? ანუ ვიკალპით მე მაინც ვერ ვიგებ რას გულისხმობ, იმიტომ რომ ფაქტობრივად მე რომ ვამბობ, რომ მე უსასრულო ვარ, მე ვამბობ, რომ სასრული არ ვარ, მაგრამ პოზიტიური გაგებით, ანუ კონკრეტულად ეს არ მაძლევს რაღაცა გამოცდილებას. და ამიტომ ასევე თვითონ იდეაც ის არის, რომ ადამიანი უნდა გავიდეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ გამოცდილების გარეთ. ანუ ფოგა არის ტერმინი სანსკრიტული და გამოცდილების გარეთ გადის. და ერთი მხრივ ამ სკოლებს შორის არის განსხვავება, რომ მაგალითად ვიღაცას მიაჩნია თქვა ვედანტას, რომ მე
ანუ ასეთი თვალსაზრისით ინდივიდუალური მე არის ილუზია, ანუ არ არსებობს ადვაიტა ვედანტა რა, იმიტომ რომ დვაიტა ვედანტაც არის და განსხვავებული სკოლები. ანუ ისე თქვა მინდა რომ აღმოსავლეთში არის განსხვავებული კონცეფციები, მეს კონცეფციები. ზოგი მიიჩნევს რომ არის ინდივიდუალური მე, მაგრამ იმას ვერ აღწერ და რადგან ვერ აღწერ უკვე ჩემი აზრით იკარგება კიდეც ზღვარი რითგან სხდოდება მაშინ ინდივიდი უნივერსალური მეობისგან. და აქ რაღაცნაირად მივდივართ იქამდე რომ საბოლოო ჯამში ერთი მხრივ ეს განსხვავებული ფილოსოფიები ერთნაირად ვერ აღწერენ უმაღლეს რეალობას. შეიძლება ამაზე რომ ვთქვათ რომ ამის განცდა შეიძლებაო, ესეც ძნელი სათქმელია რომ რამდენად განცდის თემა არის რა, რამდენად განცდით შეიძლება ამაზე საუბარი. მაგრამ ასეთ უმაღლეს დონეზე რო არ ვიმსჯელოთ, ხო? ის რასაც უწოდებთ ჩვენ ემპირიულ მეს, ეს კონცეფცია არის აჰამკარა. აჰამკარა ან ასმიტა, ან ორი ტერმინი არის, ეგოც ითარგმნება. მაგრამ ეს ეგო ალბათ ფსიქოანალიზში ცოტა სხვა რაღაცას ნიშნავს. იმიტომ რომ აჰამკარა ნიშნავს მე ვარ მკეთებლობა, ანუ მე რომ აქვს განცდა, რომ ვარ მოქმედი პირი. აი ესე ითარგმნება, არა იმ გაგებით, როგორც ალბათ ფროიდს აქვს, რომ იდისა და სუპერეგოს შორის რაღაც მედიუმი. ან ასმიტა მეორე გაგებით ნიშნავს მევარობა, ანუ გრძნობა, რომ მე ვარ. და ეს მევარობის გრძნობა რაღაცნაირად ვრცელდება სამყაროზე, ანუ შემეცნების საგნებზე რა, ანუ ეგეთი ის არის. მაგრამ ესე იგი ინდივიდუალიზმს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ უმაღლეს დონეზე, სადღაც ინდივიდუალიზმი საბოლოო ჯამში აღწერის დონეზე მაინც იკარგება აღმოსავლურ ფილოსოფიებში. ყოველ შემთხვევაში, ესე იგი გარკვეულ დონეზე, რა დონეზეც აღწერილი არის, აი ხა როცა ჩვენ თქვით რომ მაჰანირვანაში, როცა ადამიანი თქვა მთლიანად გარდაცვალების პროცესს აღწერთ, მაგას თავი რო დავანებოთ თვითონ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ანუ ეს შეუძლებელიც არის რომ ეგრე არ იყოს. უბრალოდ სხვანაირი ინტეგრაცია ხდება და სამყაროს სხვანაირი აღქმა. მაგალითად, ესე იგი ეგო როგორ არის გაგებული, ესე იგი მაგალითად იოგას ფილოსოფიაში, რომ თარმა, ესე იგი ის რაც თარმას ფუძე ამ ტერმინის არის, რაც დაჭერას ნიშნავს, საყრდენს, რაღაც საფუძველს ნიშნავს. აქედან გამომდინარე ეს ერთგვარი დანიშნულებაც არის, ან ის რაც ცალკეულ სუბიექტივიზმზე მაღლა დგას. ამიტომ მოძღვრებათაც არის გაგებული. მოძღვრების მნიშვნელობა უფრო არის რა, მოძღვრება როგორც თითი, რომელიც ბიანიშნებს რაღაცა, თქვათ, მთვარეზე, ხო? და ამ გაგებით, როდესაც ადამიანი პოულობს თარმას, ანუ ის რაც მასზე მეტი არის, მას უკრება აგრესია სამყაროს მიმართ. იმიტომ რომ იოგა სუტრაში ეგეთი რაღაც არის, რომ აგრესია უკრება იმ გაგებით, რომ ხედავს, რომ სამყარო არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. რომელიც განსაზღვრული არის თარმის მიერ თვითონ. და ის რომ მე მინდა შევცვალო სამყარო, თუ ეს არ გამომდინარეობს თარმიდან, ეს არის აგრესია, იმიტომ რომ ესე იგი ვერ ვიტან სამყაროს, სიძულვილი მაქვს, თუნდაც საკუთარი თავის მიმართ და აი ამას ეწოდება დვეშა, ანუ დვეშა ნიშნავს ზიზღს, ან დვეშას ძირი არის დვე, გაორება, საინტერესო არის აგრესიის ძირი სანსკრიტში რა არის, ანუ გაორება, გაუცხოებისავით რაღაც შეგრძნება არის, რა თუნდაც საკუთარი სხეულის მიმართ ან რაღაცის მიმართ და როდესაც მე ამ გაორებული პოზიციიდან მოქმედებ, ამ შემთხვევაში, ანუ ეს არის, ანუ ზიზღი ან სიძულვილი, დვეშა საერთოდ განზიდულობას ნიშნავს რა, რაღაცა ჩემგან გარეთ გაგდებას. და აი ეს პროცესი თვითონ ან როცა თარმას მივყვები, სამყარო არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ან მე ვიღებ მის ტრანსფორმაციაში, ან საკუთარ ტრანსფორმაციაში მონაწილეობას, ოღონდ არა გაუცხოების ემოციიდან გამომდინარე, ცუდი ხო ზიზღიდან გამომდინარე.
ცოტა ფსიქოანალიტიკურად რომ აუხსნათ ეს პროცესი, ხო? ანუ მე ვსაუბრობ წინა ეპიზოდებში ზუსტად სარკის სტადიაზე და ამ წარმოსახვით ურთიერთობაზე საკუთარ თავთან და საკუთარ ანარეკლთან, ხო? და ეს გაუცხოება საკუთარ ანარეკლთან, რომელიც ამავდროულად არის ამ რაღაცა ეგოს ჩამომაყალიბებელი, არის ზუსტად ის პროცესი, რომელიც ადამიანში ამ ტოლვას და ამავდროულად ამ ბრაზს აჩენს, ბრაზს იმასთან დაკავშირებით, რომ ვარ თუ არა ისეთი იდეალური, როგორიც მინდა რომ ვიყო და როგორიც წარმომიდგენი ამ სარკისებურ ფანტაზიაში, თუ არა ვარ და ვიღაცა თუ არის, რატომ არის და მე არა ვარ და ის მიიღებს სიყვარულს და მე არ მივიღებ და აი ზუსტად ეს გაურება წარმოსახვითი, ფანტაზიური და იდეალური რეალურად საკუთარ თავთან, მაგრამ ნუ საკუთარ თავთან მე რაც ხდება, სხვასთანაც ხდება, იწვევს ესეთ, ესე იგი, აგრესიულობას. და მე გარკვეულწილად ვხედავ მედიტაციას, როგორც აი ამისგან, ამ იდეალურობის წარმოსახვითი სურვილისგან განთავისუფლების გზას, როდესაც გავს საშუალება რომ უარი თქვა, ხო? მე მგონი აი ბუდიზმში ითვლება საერთოდ უარის თქმა პირველ საფეხურად განსხილოსნების გზაზე. Renunciation, ხო? ანუ ეს უარის თქმა არის ზუსტად ჩემი აზრით უარის თქმა ამ იდეალთან ესეთ ესე იგი მიჯაჭვულობაზე და ზუსტადაც ამ მომენტში მნიშვნელოვანი არის როგორც აქ ნიშნე სიტყვები, იმიტომ რომ სიტყვები, რომლებიც აღწერენ ამ პროცესს და რომლებიც გაჩვენებენ რამდენად არის ყველაფერი სტრუქტურირებული დიდი სხვის მიერ ეს არის უკვე თარმის სიტყვები, ეს არის სიტყვები, რომლებიც ამავდროულად გაჩვენებენ, რომ კი ის ყველაფერი არის სტრუქტურირებული, ურთიერთდაკავშირებული, მაგრამ ამავდროულად შენ როდესაც ამას ხედავ დამკვირვებლის პოზიციიდან და ზუსტად სიტყვების გამოყენებით, ეს შენ განთავისუფლებს გარკვეულწილად ნაწილობრივ მაინც ამ დამოკიდებულებისაგან, რომელიც არის ესეთი ჭიდილის და მოთხოვნილების დამოკიდებულება და შენ რჩები დამოკიდებული. მაგრამ ეს არის უკვე დამოკიდებულება, რომელიც შენ მიიღე და რომელსაც შენ ისე აღარ ეჭიდავები და ზუსტად ის რომ შენ აღარ ეჭიდავები სამყაროს საშუალებას გაძლევს პარადოქსულად რომ შეცვალო შენი შინაგანი სამყაროც და გარე სამყაროც. რომ ამ გარე სამყაროს შეცვლაზე ბუდიზმში არ უყვართ ხოლმე საუბარი, ხო? ხო, რაღაცნაირად ისე აღიქმება, რომ თითქოს მხოლოდ შინაგან ტრანსფორმაციაზე არის ორიენტირებული ბუდიზმი და მაგალითად მაგიტო განვითარდა დასავლურ ცივილიზაციაში მეცნიერება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ძნელი სათქმელი არის, ანუ ბუდიზმზე ესეც აღნიშნოთ, რომ ერთადერთი იმით არის გამორჩეული ამ ინდური მოძღვრებებიდან თუ რელიგიიდან, რომ ის არის საერთაშორისო, ესე იგი ნაციონალურ საზღვრებს გაცდა, ესე იგი რაღაც უნივერსალური მასში არის ესეთი კოდი და ესე იგი ის გაერთიანება, ანუ როცა ადამიანი თარმას პოულობს, ანუ იმას რაც მასზე მეტი არის და მასთან აიდენტიფიცირებს თავს. რაღაც გაგებით ისიც მე ვარ, ჩემ გარეთაც ისიც მე ვარ და ეს რაღაცნაირად ალბათ აძლევს საშუალებას, რომ მარტო რაღაც ეგოს პოზიციიდან აღარ დაინახოს რაღაც. ანუ ეგო ხდება დაფორმატებული იმ გაგებით, რომ დაქვემდებარებული ხდება, ანუ ღერძზე. ანუ ეგო თავისთავად არ არის პრობლემა, ეგო არის ინსტრუმენტი, ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, უბრალოდ არის დაქვემდებარების თემა რა. ანუ ესე ცალსახად რომ ეგო უნდა გაქრეს და რაღაცა ესეთი ის
ანუ მატერიალურ ყოფიერებაში ეგეთი ის არის. ენაზე სხვადასხვა ჩემი არგუმენტი კიდე რა არის, იცი რომ არც ბუდისტები და არავინ არ თვლიან რომ ცხოველად დაბადება არის კარგი, პირიქით. თლიანი სიები არის რომ რასასჯელის შედეგად რომელ ცხოველად იბადება და ცხოველს არ აქვს ენა. ანუ ისინი რო თვლიდნენ რომ ენა ზოგადად არსებებში ამის მიღმა გასვლა ან ენის გარეშე არსებობა უფრო მაღალი ყოფიერებაა, მაშინ ადამიანი რით იქნებოდა უპირატესი. ხო, ანუ თვითონ ეს მე მგონი მნიშვნელოვანი ის არის, რომ თვითონ 6 სამყაროდან ადამიანის სამყარო, სადაც არის მოთავსებული, ცხოველთა სამყარო, ანუ ქვედა მაინც განვითარებად ითვლება, ანუ რაღაც გაგებით სასჯელის ფორმასავით არის რა. და აქედან გამომდინარე, ჩვენ ხედავთ, რომ თან არც ღმერთების სამყარო არ არის უპირატესი, იმიტომ რომ ისიც ესე იგი რაღაც თვალსაზრისით თითქოს დასვენების სამყარო არის, სადაც განცხრომაში ადამიანი და ისევ ადამიანური ყოფიდან, სადაც ზომიერი ტკივილიც არის, ისეთი ტკივილი არ არის, რომ ადამიანი პარალიზებული იყოს და როგორც ჯოჯოხეთში და არც ისეთი განცხრომა არის, რომ თვითონ განცხრომით იყოს ადამიანი პარალიზებული. აი ამ რაღაც ზომიერ ყოფაში, სადაც არის ენა და ენით არის შესაძლებელი, რომ მაგალითად ისევ მოძღვრება გავრცელდეს. და თვითონ ესქატოლოგიური კუთხით, ანუ ბუდიზმის დასასრული ხდება მაშინ, როცა მოძღვრება ქრება და მაშინ ხელახლა იბადება ბუდა. ესეც რომ მოიტანოს ისევ სიტყვა. მაგრამ დასაწყისი თუ არის თვითონ ბუდას მინდობა, ვინმე გასხოსნებულის მიმართ და შემდეგი არის თარმის მიმართ მინდობა, რაც შემზე მაღალია, მესამე არის სანქის, ანუ საზოგადოებაში განხორციელება ამ ყველაფრის. ხო, სანამ სანქაზე ვისაუბრებთ, შენ საუბარზე გამახსენდა ეს ანალოგია ადამიანად დაბადების და ადამიანად დაბადების სიძვირფასის ბუდიზმში, როდესაც ისინი საუბრობენ იმაზე, რომ იმდენად უნიკალურია ადამიანად სულის რეინკარნაცია, როგორც აი რომ წარმოვიდგინოთ, რომ ზღვის ფსკერზე არსებობსო, ესე იგი, ზღვის კუ, რომელიც ესე იგი ზღვაში დაცურავს და რაღაცა 1000 თუ 100 წელიწადში ერთხელ ამოყვინთავს ჰაერის ჩასასუნთქად და რომ წარმოვიდგინოთო, რომ ესე იგი ამ ზღვის ზედაპირზე დაცურავსო ცხენის უღელიო და აი იმდენად უნიკალური არის ადამიანად სულის ტრანსფორმაცია, როგორც აი ის რომ აი ამ ერთ ამოტყვინთვას რომ ზუსტად დაემთხვეს ის რომ ამ უღელში ამოყოს ამ კუნ თავიო და ისე ჩაისუნთქოს ის ჰაერიო. აი თუნდაც ეს სიძვირფასე ადამიანის ცხოვრების ძალიან მგონია რომ აი ესეთი მოძღვრება არ არის კარგად შემოსული დასავლეთში, აღმოსავლეთიდან. გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ აი უფრო ნიჰილისტური კუთხითაც არის შემოსული აღმოსავლური მოძღვრებები, რომ აი ყველაფერი ილუზია, არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, ყველაფერი არის გონების ფანტაზიის ნაყოფი და მეტი არაფერი და აი რაც შეიძლება პარასტრაფად მოხდეთ ამ მაჰანირვანაში, რომელიც რეალურად უკვე აღარ არის არსებობა. მე მგონია, რომ თვითონ იმის გამო, რომ რაღაცნაირად ზოგიერთ მოძღვრებაში არის ცბიერი გონების ცნება შემოვიდა და ეს თარგმანში შეიძლება ზუსტი არ იყოს, იმიტომ რომ ცალკე წიგნები არის, რას ნიშნავს გონება ბუდიზმში და ტანტრაში და ასე შემდეგ. რომ გონებას ისინი უწოდებენ უფრო გაფანტულობის მდგომარეობას და არა გონებას, როგორც ვთქვათ, კანტს ესმის, რომ უნარი, რომ აპრიორულად რაღაცები, ვთქვათ, ზოგადი თეორია მიუყენო კერძოს. და ეს ავნებს ადამიანს, რომ გონია, რომ რაღაცნაირად რაღაც თვითონ გონებაში არის პრობლემა და აი გონება მატყუებს ამობს და მინიგებს რომ მატყუებს, ისევ გონება აღმოაჩენს თავის შეცდომას, ხო? ჩვენ ვწდებით, მაგრამ რო ვწდებით, ისევ გონება ადგენს, რომ ვწდებით. და ეს ტენდენცია ისევ ჩემი აზრით ბევრმა
აღმოსავლელმა გურუმ შეუწყო ხელი, იმიტომ რომ როდესაც ინდური ფილოსოფია რაღაც მიილია და არ იყო კონკურენტუნარიანი, რაღაც თვალსაზრისით თითქოს შემოიღეს ისე, რომ ეს დასავლური ფილოსოფია თითქოს მხოლოდ გონებაზეა ორიენტირებული და ამის მეტი იქით არსად არ იყურება. არა და კანტსაც აქვს მეტაფიზიკა და თქვა ეს თავისებური ახალი მეტაფიზიკა დააფუძნა და ანუ ესე ცალსახად არ არის, რომ რაღაცა თითქოს მარტო რაღაცა არ ცდილობს დასავლური ფილოსოფია რომ გაიხედოს ამოცილების იგივე თუ ამის საფუძვლები არსებობს და რაღაცნაირად ეგეთი შემოვიდა რომ გაჯიბრებითობის კუთხით ხაზგასმა იმაზე რომ მაგალითად როცა გურუები ამბობენ რომ ადამიანური ინტელექტი ლიმიტირებულია. გასაგებია, მაგრამ რა არის უფრო მეტი? ანუ ადამიანს ადამიანური ინტელექტზე მეტი არ აქვს. ის შეუძლია ისევ რომ თავის შეცდომები აღმოაჩინოს და ესე წავიდეს. და უბრალოდ მე მგონია რომ ეს უბრალოდ ეს გამოძახილი იყო ეს ტენდენცია, თორე თვითონ ტერმინოლოგიურად, რასაც მანას უწოდებენ, ხო? ეს არის უფრო აღმნიშვნელი გაფანტულობის, აი ვიქშებთ არის მდგომარეობა, რაც ბუდიზმში მთავარი დასამარცხებელია, ვიქშებთ ანიშნავს გაფანტულობას. არის საპირისპირო ეკაგრას, ანუ თავმოყრის სამათხის საპირისპირო არის. რომ ადამიანს შეუძლია სტაბილურად, აი მაგალითად მე წიგნს დავუთმო ყურადღება. მივმართო ყურადღება რაღაც ესეთი რა. ამიტომ ეს ზოგიერთი ტერმინოლოგიური, ზოგიერთი ალბათ რაღაცა პოლიტიკურ, კულტურული დაპირისპირების თუ რაღაცა რევანშის ცდილობებში რაღაცეები ალბათ ჩაიკარგა და რაღაცეები სხვანაირად იქნა გაგებული. ხო, ну ალბათ აქ იმასაც აქვს მნიშვნელობა, რომ დასავლეთში ეს აღმოსავლური სწავლებები განსაკუთრებით შემოვიდა ამ კულტურული რევოლუციის დროს და ზუსტად ის მხარე დაინტერესდა ადამიანების აღმოსავლური სწავლებებით, რომლებსაც უნდათ არსებული წესრიგის გარკვეულწილად მოშლა და შეიძლება იყოს ითქვას გაფანტვა. ხო, ამიტომ აი თუნდაც ის რომ სიმშვიდის მდგომარეობა ან თუნდაც ინსაიტის მიღწევის ჭეშმარიტების განჭვრეტის მდგომარეობა მოითხოვს ამ კონცენტრაციას და სტრუქტურირებას პროცესების ამ მიღწევის მისაღწევად ეს თითქოს ცოტა ჭდილში აღმოჩნდა და ზუსტად კონცენტრაცია მოხდა ასე იგი ზედმეტად ამ ფლუიდურობაზე, გაფანტულობაზე და ნაკლებად თუნდაც იმ ფენომენზე, რომ ყველაფერი არის ურთიერთდაკავშირებული, რასაც აგრეთვე ამბობენ ბუდისტები, რომ განიცდის ზუსტადაც მედიტაციის დროს და ამ ყველაფრის შეკრულობაზე, ასე იგი, რომელიც შემდგომ უკვე შენ წარმოქმნის როგორც სუბიექტს. ხო, მაგრამ აი თვითონ ესეთ ყველაფრის ურთიერთდაკავშირებულობაზე და ამავდროულად ყველაფრის მუდმივ ცვალებადობაზე თუ შენ როგორც აღნიშნავ წარმავალობაზე და ამის გააზრებაზე დაფუძნებული საზოგადოება ან სანგხა დაუშვათ, ხო? ამიტომ სანგხა არის საზოგადოება, რომელიც აცნობიერებს და აპრაქტიცირებს ამ თუ სხვა ფილოსოფიების ჭეშმარიტების გააზრებას, ხო? აი როგორი უნდა იყოს ესეთი საზოგადოება, ანუ ფაქტია, რომ ვერ იქნება მხოლოდ ქაოტური და მხოლოდ გაფანტული, ხო? ანუ რაღაცა ფორმას მიიღებს. სანგხა ალბათ მე ეხან ალბათ ბუდისტურ კონტექსტში ვახსენებ ვერ მონაზვნული საზოგადოება. ანუ ესეც თემა არის ესეთი, რომ ვისთვის იყო განკუთვნილი ეს პრაქტიკები და შეუძლია თუ არა ერის ადამიანს და როგორც არჩენებს ეს მედიტაციები და ესეთი პრაქტიკები არ იყო საერო პირებისთვის ბუდიზმში, ეს მხოლოდ პირებისთვის იყო სამონასტრო ან განდეგილობის პრაქტიკები იყო. და ჩვენი ამოცანა ეხლა რა არის, რომ
ის პრაქტიკები შეიძლება განახორციელონ დაუშვათ ერის ადამიანებმა, რატომაც არა. ან თან პრაქტიკებში ახლა კიდე რას გულისხმობ, ნახე, ბუდიზმი რაღაც თავის კუთხით თავის უცნაურობებს, ჩვენი კულტურისთვის უცნაურობებს მაინც მოიცავს იმ გაგებით, რომ ადამიანი რო ვთქვათ, შეუძლია თუ არა ქორწინებაში მყოფ პირს გასხივოსნეს მეოთხე საფეხურზე. ნუ პირველზე კარგი, მეორეზე, მესამეზე და მეოთხე არხატის დონე შეუძლია მიაღწიოს. არა, ორი კვირით ადრე უნდა გააწეროს ხელი. ბევრი ესეთი რაღაცეები არის, მაგრამ მეორე მხრივ ესე რომ შევხედოთ, აი, წმინდა ფილოსოფიურად რო ავიღოთ, რატომაც არა, ანუ საზოგადოებამ შეიძლება რომ ფილოსოფია გინდა დასავლური, გინდა აღმოსავლური გადმოიტანოს ცხოვრებაში, ხო? რაღაცით არის შეიძლება გაფანტული ჩვენი ყურადღება, რომ მაგალითად არ ვიცი, სოციალურ ქსელებში თუ რაღაცა თითქოს ჩვენ თავს გვახვევენ, რომ ჩვენ რაები გვჭირდება ცხოვრებაში. ანუ ბევრი რაღაცა რომ ეს გვინდა და ამაში გადის ცხოვრება რა. რაღაცა ობიექტური ფაქტორებიც არის, რომ რეალური სტაბილურობა არა გვაქვს და აქედან გამომდინარე რაღაცნაირად ვერ შემოგვაქვს სერიოზული სულიერი პრაქტიკები ყოველდღიურობაში, რაღაცნაირად ვერ ვნერგავთ. ალბათ პროტესტანტულმა კულტურამ რაღაც თავის დროზე რაღაცით შეეცადა რომ დაებალანსებინა, მაგრამ რაც შეეხება თვითონ აღმოსავლურ ფილოსოფიას, ჯერ ერთი იქ არის ძალკე ლოგიკის სისტემა, რაც ძალიან ძვირფასი და ღირებული არის, ხო? რო ესე არ შევხედოთ, რომ მაგალითად აღმოსავლური ფილოსოფია რაღაც ერთგვაროვანი არის, რო არის იოგა და ბუდიზმი. ლოგიკის ნიაია სკოლა, ისიც სადაო არის, რომელი უფრო ძველი არის, არისტოტელეს ლოგიკა თუ ნიაია. ეს ძველი ნიაია ტრაქტატები რო დაიწერა, სავარაუდოდ შეიძლება მე-7 საუკუნეც იყოს ძველი წელთაღრიცხვით. ანუ ეს იმდენად ღრმა თემა არის. გარდა მაგისა, ნუ ძალკე სკოლები არის, თქვათ, ანალიტიკის და ძალკე, თქვათ, ფიზიკის, ატომისტიკის რა. და გარდა ამისა, ჩვენ ამ ყველა ამ მოძღვრების ანარეგს ხედავთ თვითონ ბუდიზმშიც და იოგაშიც. ბუდიზმი ეფუძნება ატომისტიკას, რომ ეს ყველაფერი შედგება ცალკეული თარმებისგან და ამის უკან არ დგას თარმინი, ანუ არაფერი არ ატარებს ამ თარმას. თარმა არის, რაც ასე ვთქვათ, კონსტრუენტი არის და ვთქვათ, როგორც წითელი ფერი რაღაცისა. მერე თვითონ საოცრად აქვს განვითარებული თავისი ლოგიკური სკოლები ბუდისტებს, ხო? ვთქვათ, დინგნაგა, ასანგა და თარმაკირტი და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ესე უფრო ძველი პერიოდია, იმიტომ რომ მე-13 საუკუნის შემდეგ ინდოეთიდან ქრება ბუდიზმი დაახლოებით მე-13 საუკუნეში და შემდგომ უკვე რაც არის, აი ინერციით არის. მერე როგორი გრამატიკა კონდათ, ანუ განვითარებული. ანუ გრამატიკა მათ შორის უბრალოდ გრამატიკისთვის კი არა, აზროვნების მოწესრიგებისთვის. ეს ლოგიკაც არ იყო უბრალოდ ლოგიკისთვის, როგორც არისტოტელეს, არამედ ლოგიკაც თვითონ სულიერი გზა არის, რომ სტრუქტურა აღმოვაჩინოთ. ეს ძალიან საინტერესო არის მაგითო რა. ეხლა შეიძლება ძალიან შორს წავედი, მაგრამ უბრალოდ იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ დასავლეთის მიერ აღმოსავლეთის ხედვა შეიძლება ერთგვაროვანი არის. და რეალურად იქ ძალიან განსხვავებული რაღაცეები არის. ისევე როგორც დასავლეთი არ არის რაღაცა ერთიანი. ძალიან ყველა ერთმანეთს ეთანხმებოდეს და რაღაც ეგეთი სკოლები. სხვადასხვა ესეთი მითოსი არსებობს, რომ ბუდა თავის ცხოვრებაში შეხვდა ამ ჯადოსნური სამეფოს მეფეს, რომელსაც ერქვა შამპალა, შანგრილას ეძახიან აგრეთვე და გადასცა მას გარკვეული სწავლება. შემდგომ ამ მეფემ ამ სწავლებაზე დაფუძნებით თავის სამეფოში გაასხივოსნა ერი, ანუ ეს იყო გასხივოსნებული სამეფო, რომელშიც ესე იგი ადამიანები ამ ესე იგი სწავლებებზე დაყრდნობით აგრძელებდნენ ცხოვრებას ერთმანეთთან, ხო? ანუ ეს არ იყო ის, რომ მაგალითად სრულ ასკეზაში, ან მაჰანირვანაში, ან სადღაც სხვაგან გადიოდნენ, არამედ აგრძელებდნენ თანაცხოვრებას და მე მგონია, რომ ესეთი მითოსი არის წამახალისებელი იმისთვის, რომ ვიფიქროთ
რას ნიშნავს ესე იგი ნამედიტირები ურთიერთობები ადამიანებს შორის, ხო, ესე რომ ვთქვათ. ხო, ანუ იცი რა არის, ანუ მე მგონია რომ მაინც ყველა ასპექტში ეხმარება მედიტაცია ერთ-ერთი მაგალითი რაც ხშირად მოყავთ ხოლმე იოგა სუტრას მგონი მეორე თუ მესამე თავში არის რომ ერთი და იგივე ქალიო ერთსო ეზიზღება აი დვეშა რო ახსენე ის ენერგია აქვს მეორეს უყვარს მესამე ვიღაც სხვაში ეშლება სხვა თავის ფანტაზიას პროექცირებას აკეთებს მასზე და მეოთხე ხედავს ნამდვილად რა ესე იგი ხედავს რომ ეს სამყაროში ჩვენ თვითონ ვდებთ საზრისებს ინტენციონალობად ზოგიერთი სპეციალისტი ჩიტას თარგმნის როგორც ინტენციონალობას როგორც ფუსერლისთან არის რომ ჩვენ სამყაროს უყურებთ ჩვენი რწმენების წარმოდგენების და ასე შემდეგ აი ამ გამოცდილებების თვალით და ამ კუთხით აი ეს ძალიან მკაფიო და ნათელი მაგალითი რომ ერთი და იგივე ადამიანი ერთ ძულს ყველა სხვადასხვა ემოციები რომ ადამიანი აცნობიერებს რომ იმაში ობიექტში შეიძლება არ იყოს თვითონ საზრისი, არამედ მე როგორ უყურებ ჩემი დამოკიდებულებები რა არის. და აქედან გამომდინარე რომ ჩვენ ხანდახან შეიძლება ვიღაც ადამიანი რაღაცა ავიყვანოთ რაღაც მაღალ რეგისტრში ან რაღაცნაირად მივანიჭოთ მას რაღაც საზრისი და ამას როცა ვხედავთ საკუთარ მექანიზმს მე მგონია რომ თუნდაც პირადი ურთიერთობები იყოს თუ რაც არ უნდა იყოს შეუძლია რომ რაღაცნაირად ადამიანს რომ უფრო ფრთხილად იყოს მინიმუმ. თუმცა მეორე მხრივ ჟიჟეკის ის მახსენდება ხოლმე რომ you fall in love ანუ ჩავარდნის მომენტიც რომ შეგიყვარდა ანუ რომ დაგემართება რაღაცა შენ და უნებურად ეს ანგრევს შენს რაღაც კონსტრუქციებს და რაღაცას და რაღაც გაგებით ის ამას რაღაც დადებით მოვლენათაც უყურებს. შენ რომ ჩამოგეშალა რაღაც სისტემა. რაღაც საინტერესო შეიძლება ეგეც იყოს. კი. ანუ ეგ მე მგონია რომ ძალიან აქტუალური არის, იმიტომ რომ რეალურად აი როდესაც ესეთი დაპატრონების, შურის და სხვა პროექციული ურთიერთობები სხვასთან იშლება, აი ზუსტად მაშინ ჩნდება სივრცე იმისთვის, რომ მოხდეს ხვისი მიმღებლობა, უფრო ისეთად როგორიც ის ადამიანი არის სინამდვილეში, ანუ უფროს ვამბობ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ეგ ვერ მოხდება, ანუ მე არ მჯერა იმის, რომ ჩვენ შეგვიძლია საერთოდ სუბიექტურობის გარეშე დავინახოთ სხვა ადამიანი, მაგრამ აი ამ სუბიექტურობის გაცნობიერება საშუალებას გვაძლევს, რომ ცოტათი მაინც, ესე იგი, გვერდზე გავწიოთ და რეალური, უფრო ჭეშმარიტი სურათი შევიქმნათ სხვაზე და სხვისი უნიკალურობა მივიღოთ და აი მხოლოდ მაშინ შეიძლება იგივე ის წაქცევა მოხდეს, რომელსაც ქვია შეყვარება, ხო? ანუ შეყვარება ვერ მოხდება საკუთარი პროექციის, იმიტომ რომ ეგ არ არის სიყვარული, ხო? ეს არის რაღაცა ავტოსიყვარული, საკუთარი პროექციის, საკუთარი თავის რეალურად, ანუ ისევ ეგოს ოინებია, ხო? ანუ რეალურად ცოტა უფრო რომ გავაფართოვოთ ესეთი ესე იგი პროცესი თელ საზოგადოებაზე, შესაძლოა ეს საზოგადოება იყოს ისეთი საზოგადოება, სადაც ადამიანებს მეტი გახსნილობა ექნებათ იმისადმი, რომ ერთმანეთი დაინახონ უფრო ისეთებად, როგორებიც არიან და არა საკუთარ პროექციებად, ხო? ნამდვილად. ხო. რა ვიცი, იმედი ვიქონიოთ, რომ ესე იგი მედიტაციაც მომავალში დაგვეხმარება ეგეთ საზოგადოებად, რომ სამყარო გადაიქმნას. აუცილებლად დაგვეხმარება, ხო ეს გარდაუვალი პროცესი არის, მე ესე ვფიქრობ. მეც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. კარგი, გიორგი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა შენ და საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს ვუსურვებ შენს არხს, შენს წამოწყებას, მართლა მიხარია, რომ ესე საფუძვლიანად
ეხების სხვადასხვა თემებს აკავშირებ და საბოლოო ჯამში დამიწებამდე მიყავს. ხო, და დაუმიწდეთ რაღაცა პრაქტიკულ წარმოდგენაში იმაზე, როგორ შეიძლება ჩვენ თვითონ და საზოგადოება გარდაიქმნას, ესე იგი, რაღაცის გაცნობიერების და გაგების საფუძველზე. იმედია კიდევ მეწვევი. სიამოვნებით და შენცაც. აუცილებლად. მადლობა დიდი. მადლობა. დროებით.